სერიალს ესე ქვია იდეალური დედა. ერთი შეხედვით შეიძლება ზოგს არ მოეჩვენოს, რომ ჩემი პერსონაჟი არის იდეალური დედა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც არ გამოსდის. ჩემო პატარა. ხო, არ იდეალური დედა. გადავიღოთ? ერთი ორი. სიჩუმე კლაპი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ხართ დაოჯახებული 30 წელს გადაცილებული ქალი. ყავთ შვილები, მეუღლე, მეგობრები და გაქვთ სამსახური. ცდილობთ დროს სწორად გადაანაწილოთ და ყველგან იდეალური იყოთ, თუმცა ხშირად ამას ვერ ახერხებთ. ასე ხდება სერიალში სახელწოდებით იდეალური დედა, რომელმაც შესაძლოა თქვენი მეზობლის, მეგობრის ან ნათესავის ცხოვრება მოგაგონოთ. 9-2-3-1. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ისინი. ნამდვილი ანტაგონისტები და ჩემი მტრები. იდეალური დედები. ბარბაქაძის დედა, ჭედლიშვილის დედა, გაგნიძის არა ეს დედა არა ეს ძიძაა, მაგრამ ესეც ისეთი იდეალურია, რომ წარმომიდგენია დედა რა იქნება. არა, არ მინდა წარმოდგენა. ამიხსენით, რატომ უნდა გამოიყურებოდი ასე იდეალურად დილის 9-ის ნახევარზე? უბრალოდ უსამართლობაა. იდეალური საერთოდ არ ვიცი, არაფერი არ არსებობს მე მგონი, მაგრამ როდესაც ამას ცდილობ, ოღონდ მართლა გულწრფელად ცდილობ. მე მგონი უფრო ახლოს ხარ მიზანთან, ვიდრე ის, რომ სხვის დასანახად აკეთებდე რაღაცას. გამარჯობა, დღეს ორშაბათია, მე მაკა ვარ, 36 წლის. ტელესერიალის გმირი მაკა ვიდეო დღიურებს იწერს. დღიურებში ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებს სხვა რაკურსით იუმორით ხედავთ. მყავს მეუღლე და 2 მოსიყვარულე შვილი. სანდროს რამე უთხარი, თორე მოვკლავ. აუ დედ, ნინის რამე უთხარი, მოკლით მე მუქრება. ხოლო ახლა ახალგაზრდებულები დიდად არ გიშდებიან ერთმანეთზე. წაწავიდა ჩემი წლების წამალი, აღარ შემიძლია, ყოველ დილით აღარ შემიძლია. ეს მაკას დედაა. რას გადაეკიდა ეს ბავშვი ამ ჩემს უნაღოს? სხვათა შორის 3 თვის პენსიით ვიყიდ. ხო და ამიტომაც აქვს პენსიის რაღაცნაირი მოხუცური. როგორ? ჩემი პერსონაჟიც კი აი თითქოს ვიცნობ ასეთ ქალს, ასეთი მანანა თითქოს ვიღაცა არის და ვიცი. კი ბაქი ვუქობს რომ მე ვეხმარებ შვილების გაზრდაში ისა ესე, მაგრამ ნუ რა ვიცი, გაკვეთილსაც კი არიბარებს ეზარება, კაი მჯერა რომ იმეცადინე დაუშვათ, აი ესეთ ფრაზას ეუბნება ერთ-ერთ სცენაში და სულ რაღაცას უკიკინებს და სულ რაღაცას ერჩის სულ ამ გოგოს და ხანდახან მეწოდება კიდეც ეს ჩემი შვილი. ეს კი მაკას მეუღლე ზაზა. როიცოდე ნინის ბალეტის ფული წინასწარ გადავიხადე. ყოველი გადაღება ჩემთვის ეუბნები რა საშინელი კაცია თქო რა, მაგრამ შეიძლება უარესი ვიყო მე მასზე ცხოვრებაში. მამა ერთი არის საქმიანი არის ყოველთვის, მაგრამ ჩვენ სკოლაში დავყავართ და კიდევ ნეკა იუმორი აქვს. მამა ჯობია ანუ, ხო? კი, მამა მაგარია. ეგ დედასართ. მართალია ზაზა ძალიან ბევრს მუშაობს, მაგრამ სამაგიეროდ, პატიოსნად, ყოველ დილას ბავშვები დაყავს სკოლაში. ხო, და ისა დღეს თათბირი მაქვს, ვერაფერს ვერ დავაგვიანებ, ამიტომ ბავშვებს შენ წაიყვანე, ხო? აი მე რამდენი ვირბინე გოგოებო. შენ, სად? რა საათ მაკა? საერთოდ დილის 9 საათიდან დავიწყარ ვარ მკითხეთ. მოკლედ ახალ სერიალს მაყურებელი პირველი არხის ეთერში ნახავს. იდეალური დედა იტალიური სერიალის ანალოგია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რაც შეეხება ქართულ ვერსიას, 6 სერიის გადაღება უკვე დასრულებულია. ვაიმე, ხო. მგონია რომ ყველა დედა თავის თავს რაღაც ნაწილში მაინც ამოიცნობს ამ სერიალში. ესეც ჩვენი ყავა და დასვენებ. ყოველდღიური ცხოვრების რაღაცა დეტალებია კომედიის ფორმით გადმოცემული, რაც სახალისოა ხოლმე, როცა შენ ცხოვრებას უყურებ ისე რომ გაგეცინოს. და ფორმატ საკმაოდ ორიგინალურია. ესეთი ფორმის სერიალი პრინციპში ჩვენ სივრცეში არ ყოფილა. იდეალური დედის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალს 4 მარტიდან, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 20 საათსა და 45 წუთზე მიადევნებთ. მე მოგიყვებით ჩემს მეგობრებზე, ჩემზე, ჩემს შვილებზე. ვაიმე, ბავშვი დამრჩა სკოლაში. ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.